დღეს ვისწავლით მჟავიანობის ცხრილის, ანუ pKa ცხრილის გამოყენებას. ზოგადი ქიმიიდან ვიცით, რომ pKa უდრის მინუს ლოგარითმ Ka-ს. ასევე ვიცით, რომ რაც უფრო დაბალი არის pKa, მით უფრო ძლიერია მჟავა. ჩვენ შემთხვევაში მაგალითად მარილმჟავა რომ გვაქვს, თუ მის ხსნარში რომელიმე ფუძე გვხვდება, ქლორი გასცემს ამ წყალბადს და წყალბადთან არსებული ბმის ელექტრონებს იტაცებს. შედეგად კი ვიღებთ მის შეუღლებულ ფუძეს, ქლორიდის ანიონს, სადაც ორი ელექტრონი ბმისგან აღებული ელექტრონია. ვიცით, რომ რაც უფრო ძლიერი არის მჟავა, მით უფრო სუსტი არის მისი შეუღლებული ფუძე. ეს ლოგიკურია, რადგან თუ გასცა წყალბადი, მან არ უნდა დაიბრუნოს იგი, თორე სხვა შემთხვევაში იგი ძლიერი მჟავა არ იქნებოდა. გახსოვთ ალბათ ბრონსტედ-ლოურის მჟავის განსაზღვრება, მჟავა გასცემს წყალბადს, ფუძე კი იღებს. pKa ახასიათებს, რა თქმა უნდა, წყალბადს და არა თვითონ ქლორს, იმიტომ რომ წყალბადი არის მჟავიანი და არა ქლორი. აი შემდეგ შემთხვევაშიც მჟავური წყალბადი გვაქვს, აი ეს, რომელიც ჟანგბადთან არის დაკავშირებული, მისი pKa არის -3, ანუ რო გქონდეს ფუძე მოიტაცებს ამ წყალბადს, ხოლო წყალბადთან არსებული ბმის ელექტრონები გადაეცემა ამ ჟანგბადს. შედეგად კი ვიღებთ აცეტონს, რომლის ჟანგბადის ერთ-ერთი ელექტრონული წყვილი არის აღებული ბმისგან. ვიცით, რომ ამის pKa, ამ მოლეკულის pKa არის -3, მაგრამ ყველა წყაროში განსხვავდება და გამოიყენეთ ის pKa, რაც თქვენს წიგნში ან კურსში არის მოცემული. ჰიდრონიუმში გვაქვს 3 იდენტური მჟავური წყალბადი, არ აქვს მნიშვნელობა, რომელს მოიტაცებს ფუძე, დაუშვათ იყოს ზედა, მოიტაცა ზედა, ხოლო ბმის ელექტრონები გადაეცემა ჟანგბადს. შედეგად კი ვიღებთ წყალს, რომლის ჟანგბადის ერთ-ერთი ელექტრონული წყვილი არის მიღებული ამ ბმისგან. მისი pKa არის -2, ანუ ჰიდრონიუმი უფრო სუსტი მჟავაა, ვიდრე ჰიდრირებული აცეტონი. ახლა განვიხილოთ ძმარმჟავა. ძმარმჟავას აქვს ერთი მჟავური წყალბადი. აღარ დავხატავ ფუძეს, იგივე მექანიზმია, რაც წინაზე. მოდის ფუძე, იპარავს წყალბადს, ხოლო წყალბადთან ბმაში არსებული ელექტრონები გადაეცემა ჟანგბადს. ვიღებთ აცეტატის ანიონს, სადაც ერთ-ერთ ჟანგბადს აქვს ელექტრონები მიღებული ამ ბმისგან და მისი ფორმალური მუხტი არის -1. გადავიდეთ შემდეგ მოლეკულაზე, ამჟერად გვაქვს ორი მჟავური წყალბადი, ამ მჟავური წყალბადების pKa არის 9. თუ გვექნება ფუძე, ამ რომელიმე წყალბადს არ აქვს დიდი მნიშვნელობა, იყოს მარჯვენა ამ შემთხვევაში, მოიტაცებს ფუძე და მის ელექტრონები გადაეცემა ნახშირბადს. შედეგად ვიღებთ ნახშირბადს, რომლის ფორმალური მუხტი არის -1 და რომელსაც აქვს ელექტრონების წყვილი მიღებული ამ ბმისგან. ახლა განვიხილოთ ფენოლი. ფენოლში გვაქვს ერთი მჟავური წყალბადი, მისი pKa არის 10. თუ ფუძემ მოსტაცა ეს წყალბადი ამ მოლეკულას, დაგვრჩება ეს მოლეკულა, რომელშიც ჟანგბადი -1 ჟანგვის რიცხვით და ელექტრონების წყვილი გვექნება, რომელიც აიღო ამ ბმისგან. ახლა განვიხილოთ წყალი. წყლის pKa არის 15.7. ნებისმიერი წყალბადი რომ მოვტაცოთ, ბმის ელექტრონები გადაეცემა ჟანგბადს, ვიღებთ ჰიდროქსიდის იონს, სადაც ჟანგბადს აქვს ფორმალური მუხტი -1 და ერთი ელექტრონული წყვილი მიღებული ბმისგან. ახლა განვიხილოთ ეთანოლი. ეთანოლშიც იდენტურად ხდება, ამჯერად ერთი მჟავური წყალბადია, გადაეცემა ჟანგბადს, ვიღებთ ეთოქსიდის იონს, აქ ასევე -1 ფორმალური მუხტი ჟანგბადისა და ერთ-ერთი ელექტრონული წყვილი არის მიღებული ბმისგან. რამდენად ძლიერი არის ეთანოლი, უпростоრად რამდენად სუსტი მჟავა არის ეთანოლი ფენოლზე. თუ pKa-ს დაუკვირდებით, ამისი არის 16, ამისი კი არის 10. ანუ სხვაობა არის 6, 16 - 10 უდრის 6. მაგრამ ვიცით, რომ pKa არის ლოგარითმებში. შესაბამისად, გამოდის, რომ ფენოლი
არის 10 ხარისხად 6 ჯერ ძლიერი ვიდრე ეთანოლი. ანუ მილიონჯერ ძლიერი მჟავა ვიდრე ეთანოლი. გადავიდეთ ახლა შემდეგ სპირტზე. იზოპროპილის სპირტია. აქაც ბმის ელექტრონებს იღებს ჟანგბადი, როცა წყალბადი წყდება და ვიღებთ ისევ ანიონს, სადაც გვაქვს ჟანგბადი, რომლის ფორმალური მუხტი არის -1 და ერთ-ერთი წყვილი კი მიღებულია ბმისგან. შემდეგაც გვაქვს სპირტი, კიდევ ერთი ტერტბუტილი. აქაც ბმის ელექტრონებს იღებს ჟანგბადი და იგივე სიტუაცია, ოდნავ სხვანაირი სტრუქტურა აქვს. ჟანგბადს ისევ -1 აქვს ფორმალური მუხტი და ასევე ერთი წყვილი აქვს მიღებული ბმისგან. თუ დავხედავთ ამ სპირტებს, ხედავთ, რომ მათი pK-ა განსხვავდება. თუ რატომ განსხვავდება მათი pK-ა, ამას შემდეგ ლექციებზე განვიხილავთ. ახლა განვიხილოთ აცეტონი. აცეტონს აქვს 3 იდენტური მჟავური წყალბადი, არ აქვს მნიშვნელობა, რომელს ჩამოაცილებს ფუძე. ყველა შემთხვევაში ბმის ელექტრონები გადაეცემა ამ ნახშირბადს და შედეგად ვიღებთ აცეტონის ანიონს, სადაც აქ ნახშირბადს აქვს -1 ჟანგვის რიცხვი და თავისუფალი ელექტრონების წყვილი, რომელიც ბმისგან მიიღო. ახლა განვიხილოთ აცეტილენი. აცეტილენში გვაქვს 2 მჟავური წყალბადი, რომელიც ერთმანეთის იდენტურია. თუ ფუძემ ჩამოაცილა, ნახშირბადზე გადადის ეს ელექტრონები, რომელიღაც ნახშირბადზე და ვიღებთ აცეტილენის ანიონს, სადაც ერთ-ერთ ნახშირბადს აქვს -1 ფორმალური მუხტი და ასევე თავისუფალი ელექტრონების წყვილი მიღებული წყალბადისგან. შემდეგ გავიხილოთ ამიაკი. ამიაკში 3 იდენტური წყალბადი გვაქვს, მჟავური წყალბადი, არ აქვს მნიშვნელობა, რომელს ჩამოვაცილებთ და ვიღებთ ასეთ იონს, ამიდის იონს თუ არ ვცდები. აქ აზოტს აქვს -1 ფორმალური მუხტი და ასევე ერთ-ერთი წყვილი არის მიღებული ბმისგან. 36 არის ერთ-ერთი პირობითი pK-ა, ყველგან განსხვავდება ყველა წყაროში მისი pK-ა და გამოიყენეთ ისევ, რაც თქვენ წიგნში არის ან კურსში მოცემული. ზოგჯერ 33, ზოგჯერ 38, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თავარია ის გამოიყენოთ, რომელიც მოცემული გექნებათ. ახლა გვაქვს ეთილენი. ეთილენში გვაქვს 4 იდენტური მჟავური წყალბადი. pK არის 44, რაც საკმაოდ დიდია, ანუ საკმაოდ სუსტი მჟავარის. თუ ნებისმიერ ჩამოაცილებთ, არ აქვს მნიშვნელობა, ელექტრონები გადავა ნახშირბადზე, ნახშირბადს ექნება -1 ფორმალური მუხტი და ასევე თავისუფალი ელექტრონების წყვილი, რომელიც მისგან მიიღო. და ბოლოს გვაქვს ეთანი. ეთანში 6 იდენტური მჟავური წყალბადი გვაქვს. ყოველივეს pK-ა არის 50, რაც ყველაზე დიდი არის, ანუ ყველაზე სუსტი მჟავა არის. ნებისმიერი რო ჩამოვაცილოთ, ვიღებთ ანიონს, სადაც ნახშირბადს აქვს -1 ფორმალური მუხტი და თავისუფალი ელექტრონების წყვილი, რომელიც მიიღო მისგან, როგორც ყოველთვის. ხედავთ, რომ ეთანის შეუღლებული ფუძე არის ყველაზე ძლიერი ფუძე, ანუ რო გქონდეს პირობითად HA, იგი ამ ელექტრონებს გადასცემს H-ს და შექმნის ბმას, ანუ მივიღებთ ეთანს, ჩვეულებრივ ეთანს რა, იგივე მჟავას. დავხატავ მარტივად. ამჯერად ერთ-ერთის ბმა იქნება იესამნისფრად, იმიტომ რომ ეს ის ელექტრონებია, რაც თავიდან ამ ბმისგან მიიღო.